დილამშვიდობის ხალხნებო, როგორ ახართ? რა შვებით? სადღაც 1-5 წუთი რომ მოვიყო აქ კარტოფილს უწვალ ნინოს, რომ დღეს მიდის ექსკურსია. საერთოდ არ მახსოვდა, რომ ნინო დღეს მიდიოდა ექსკურსიაზე. გუში გამითხრა, რომ ხვალეო რა მითხრა, ხვალეო რომელ საათზე უნდა წავიდეოთ, თუ რომ რაღაცა მითხრა, თუ ვინ ჩამიყვანს, ხო, იმიტომ დღეს წირვა არის და ლაშა მიდის ტაძარში. ნინოს რო გავუშვებ, მეც უნდა ჩავიდე მარშრუტით და მეთქი სად მიდიხარ შვილო და ექსკურსიაზე თეატრში მიდიან და მე მეგონი ავტომუზეუმში თუ არ ვწდები და რაღაცა შეჭამე კიდე რა და ხო და 10 საათისთვის გამოვლის ნინო შობელი ნიკოლოზასი გავატან და მეც გავემზადები რომ მაგ პერიოდში იქნებ გავყვე კიდეც მაგათ და ტაძართან ჩაუმაგდები საჭმლის გარეშე არ მინდა გაუშვა. და ბოლო ამორევაღა რა და აღარ მინდა ზემოთქმოთ ვიარო რომ ისა იქნებ ფეხი ისე მივიტანო რომ ტაძრამდე რომ არ მტკიოდეს და ვიდგე. ამდენჯერ მომიწია ასვლა ჩასვლა ეხლა. ეს წვიმა საიდან მოვიდა მეთქი. ნიავია ქარის მსგავსი. აი უცბად რო ჩადგება და უცბად რო გაგიქროლებს ეგეთი. და ესა. წვიმს ციცილები შეყვანე მარანში. არ მიყვარს ხოლმე ციცილები შეყვანა და რაღაცა, მაგრამ არა უშავდნია ვასუთ თავის გალიანად. ფიზიკურად აქვს სხვაგან ვერ დადგავდა თან გენიჯერ სითბოდან არიან გამოყვანილები რა ის ლამპუჩკებიდან მთელი ამდენი. და აქ გავაფშლეკინებდი ფეხებს. ამიტომ მინდა არ მინდა გავუშვი მარანში. რანაირია მინდია რა. ეს არის ლაზარეს შაბათი. ეს არის ხსნილი თევზით. დედა მომიტანა სკუმბრიაც და სელდიც. ზოგადად სელდი არ სკუმბრია ძალიან მიყვარს, მაგრამ ეხლა თავს ვიკავებ ხოლმე შებოლილი პროდუქტების ჭამისაგან, მაგრამ პატარას მაინც შევჭა. და სელდი არის ეს დამწნეული თევზი როა რა, მარტო მარილ წყალში როა ჩაყრილი. და იქ რომ წნილდება ეს ეძახი. უმიც არ მეჭრება. მაგრამ ამას წინათ მომინდა ეს თევზი ეგ სელდი ესე პატარებად ჭრი ხოლმე ვარჩევ ცოტა ისეთი გასარჩევი თემა, მაგრამ არა უშავრა. ლიმონი არა გვაქვს, ლიმონს ვაყიდინებ ფლაშას, ლიმონი, ქინძი, ძმარი. მაგრამ ლიმონი თუ ძმარი აღარ მინდა ხოლმე. ხახვი ძალიან გემრიელია, აი გმომინდა ძალიან და მაგის გამო მოვატაინეთ, რომ დიდად არ უყვართ ბავშვებსაც ეგ. ხო და ეხლა მოცივაში მიდევს და როა მოვიღო აი სკუმბრია კი უნდა მოვიღო. იმიტომ რომ გალხვის იქამდე. საყელელში გავუშვი ორივე სკუმბრიაც და ის მან კარგად ინახება რა, ანუ მაცივარში გახსნილ მდგომარეობაში რო გედოს დიდი ხანი ვერ შეინახავ 4 დღის მერე, ანუ და გადააგდო მაცივარში, როდესაც უბრალოდ მაცივარში ინახავ. და საყელელში ძლებს სულ არ გაალხო, კაი ხანი გექნა. 3 ცალია თუ რაღაცა. 2 ცალს ამოვიდე. და ბავშვებსაც ძალიან მოვა. ნინო ალბათ საღამომდე არ მოვა. ამოურიო ერთი ამასაც ერთი ამოევა იყო. შემცირდა და ის ჩავიცვლა. არ ჩავიცვლები. რაში შეიძლება ამოვიყო? ხოდი აი გამოვიდე. რო გაიხვეს ერთი პროდუქტი იყოს, თუ ერთი ის იყოს გათევზიანებული. ეგრე რომ ვთქვათ რა, ნო? მახსოვს აი ეს არის სკუმბრია.
დიდი ძალის სიმართლე შეხვეული. მომენატრე ბიჭო, რამდენი ხანი არ მინახი ხარ? მოკითხვა თევზში სამსახურს. ყოველ დღე 500-600 კილოს არა გქონდა შეხვება. ეს ორი ამოვიღოთ. შენ აქ ხარ გოგო? ეს ორი ამოვიღოთ, დანარჩენი შევინახოთ. ეხა ვერ გაჭრე, მე რო გამოვარჩა მე. ჩავასვენოთ. ეხლა რა შეეხება ამას? ეს სამსახურში მომაწოდა იქ რა ქვია ტორპებში და ესე სპარკში ხო იყო გახეული და კიდე ასე მე დავამატე. ეხლა ამის ის რა არის, რომ ეს უნდა ჩავყარო წყალში, ანუ ესე არ უნდა დავდო. და ეხლა ამას ჩამში ჩავყარო წყალში. თავარი გამოვარჩიო. და იქამდე გაიღვიძოს თევზი. იცი შენ გენათმოლე? არა უშო, აი მოჩო. და რამდენ პარკში და ქაღალდში გაქვე გახო. დინასო, აი ეს მოვიდა. ეხლა მას ჩავდებ წყალში. რომ ის ძალიან ბევრი მარილი რაც აქვს გამოუვიდეს და თან გავხვება. ხილს დავიბან, ვერც და გაპაუზებ და იცი. 2000-ში გავიბარე ხელები. აქ მაქვს საპონი, აი ეს, აი. თამოს გამოვაწერინე ჩემ მამიდაშვილისთვის ჩემ ძალს. ეს არის მისი გრი ან ორიფლეიმი ან ფაბერლიკი. ეს ხო სუმა ვიწყდება. რა ვიცი, რომელიღაც ისა რა. ხოდა, კაკაი სუნი. და ვიყენებ ზოგადად გარეთ გადი არ დამრჩი ჩქარავიდი. ვიყენებ აი მიორიანი, ხახვიანი, თევზიანი და ეგეთი რაღაცების გასარეცხად. გვარეტევი შემთხვევით. ანუ ადრეც მომწერეთ, რომ ისო ეგეთი რაღაცები აღარ ჭამო, რომ რა იციო საათ როგორ ანაირად მზადდებაო. და გასაგებია და მეც ეგეთი წარმოდგენა მაქვს ხოლმე ზოგადად, როდესაც არ იცი პროდუქტი როგორ და რანაირად მზადდება. მაგრამ ეს ხო ვიცი. ერთი წელი იქ ვიყავი და აი თვალდახუჭული ვენდობი ამ თევზსაც და ამ თევზსაც. და ზოგადად იქ რაც მზადდებოდა, იმიტომ რომ მე თვითონ ვაკეთებდი ხოლმე და თავისუფლად ვენდობი. მას უცებ დავამატებ წყალს და თავი რაც არის ეგა. კიდევ უნდა გაპაუზოთ და ალბანო ყელები. ესეც ესე. კარტოშკა მზად აქვს ნინოს, პულიც მოვუტეხოთ. პატარა პული ჩავდე. ამას კიდე მომოტეხვა უხდება. აი ეს. ბევრს ვერ შეჭამს მაინც და ყემალიც და ეგ არის. თევზი დავობინავი. თავისი ყველა თურთ. შეჭამს მე გავემზადები. აბა კატა ხوار ხარ შენ ცუდად იცის არ შემოხვიდე და მალვა იცის და თან ეხა თევზის სუნი რო გაიგო ქალბატონი ყველანაირად ეცდება რომ შემოძრესა. აი ეს გველაძუა ეკროზის კარტოშკა მიყვარს ესეთი დაბრაწული.
ეს ნახეთ როგორი ზღლიანია მინდია. აუ. კარები აღია. არა უშავ ჩამოვალ და გადავკეტა. თმის გაკეთებაც მინდოდა ნინოსთან, მაგრამ როგორ მოვახერხებ. უცბად ჭამე, ჩქარა რომ 13-ად ჩავიცმე ახლა. როისა? თუ რაღაცაა ტაძრამდე გამოყვებით რა. დროს. შენ შეგიშვებ, დედი. ძვიმა კაიეროც სახში უნდა იყო. ეს ნახეთ. იქ თოკით მივაბი რომ არ დას. მეცადე. მანქანა არ გამწუწოს გაიაროს. ის არა აქ. იამკები და რაღაც არ არის, მაგრამ ის ხეფები რო გესხმეო, რომ მიყვარს. აიღე და მე ხელს ჩავიცმე. პალტოსმა თხო ბავშვი მეუბნე. მეტროსი კბაიკიცოდე. სენც დაუდოთ. всё, მორჩა. ეგრე. თევზისუნი ხوار მაგ ხელებზე. დედას ლამაზო. ისინიც უნდა გამოუშვა ახლა, ასე რომ ტყუილა გული არ დაგწყდეს. სამსახურიდან ფართუკი წამოვიხე. გავრეცხო მეთქი და ეგ ხوار დაუტოვებდი. მე კი დიდად არ ახმარო ფართუკებს თორე. მაგრამ მე დიდად ჭუჭენის დატოვება. всё. ეხლა მეც ჩავიცმე და მზად ვიქნები. აბა, დროებით ხალხნებო. უცებ ჭამე რომ იქნებ ესეც მოგისწრო და შეგიკრა კარგად.